გამოაფწყინე გულთა შინა ჩვენთა, ჩვენს გულში ჭეშმარიტი ნათელი. ჭეშმარიტი ნათელი, ვინ არის ჭეშმარიტი? თავად ქრისტე, მე ვარ ნათელი. საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათ, ანუ შენ შესახებ ცოდნა მომეცი ჩემს გულში, რომელიც არის ნათელი და რომელიც ცოდნასაც ისევ შენ მაძლევ, შენი მადლით, შენი ენერგიით, როდესაც ჩემი გული იხსნება მადლისათვის. ანუ შენ ევედრები, რომ ჩემში დამკვიდრდი, ჩემში დამკვიდრდა, იმიტომ ცოდნა მეცნიერება შენი მეცნიერების ნათელი მომეცი ცოდნა ღმერთისა, ეს არის არა თეორიული ცოდნა, არამედ განცდა. ანუ მე ვიცნობ ღმერთს, მე ვიცი ღმერთი, ეს ნიშნავს არა წაკითხვას, რომ ღმერთი ასეთია და ღმერთის შესახებ ცოდნას, არამედ თავად ღმერთს ვიცნობ. ეს ნიშნავს მის განცდას საკუთარ თავში. ამიტომ შენ ევედრები, რომ მინდა რომ განგიცადო. აი, გესმის ადამიანი დგას ლოცვაზე და მთავარი რაც აინტერესებს მას არის ეს, მინდა რომ შენ განგიცადო ღმერთს. ხო, ნაგავი ვარ, ცოდვილი ვარ, უწმინდური ვარ. აი, განწმიდე ჩემი გული რომ შენ განგიცადო. მე სხვა არაფერი არ მინდა. ეს არის აი მწვერვალი შეიძლება ასე ითქვა სათხოვარისა. თუ სათხოვარი კიდე შეიძლება ეწოდოს ამას, იმიტომ რომ ეს არის აი პირდაპირ მზაობა, რომ გული გაუხსნა ღმერთს. რა თქმა უნდა, ამას წინაპირობები აქვს, შენ ამას ეუბნები და მე შენი ღვთისნებას არ გამოიძიებ, შენი ნები ცხოვრობ, ესე ხო არ გამოვა. ამიტომ ეს არის მწვერვალი, შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თუ სწორად ცხოვრობ, ღვთისნებას გამოიძიებ, შენ შეგიძლია მერე თხოვო, რომ მე არაფერი არ მინდა. მარტო ის მინდა, რომ ჩემ გულში შეეხო და ჩემ გულში გამოანათო.